როგორც ცნობილია, თურქეთის ელჩთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდება ყურადღება და ისმევა სხვადასხვა თემაზე კითხვები. უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ თურქეთის ელჩს საუბრონ რაბათის გარშემო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ასევე რაბათის როგორც ისტორიული ძეგლის მნიშვნელობაზე. ამ საკითხების გარდა უმრავლესობის და უმცირესობის წევრები აპირებენ ისაუბრონ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე საპარლამენტო ურთიერთობებზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება შეხვედრის ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაც. ამ კომპლექსის მშენებლობით ამ მხარეს დაუბრუნდა თავისი ისტორია და ეს კეთდებოდა ყველა რეგიონთან მიმართულებით, ამიტომ ასეთი კულტურული ღირებულებები არის შესანარჩუნებელი და კიდევ უფრო გასამდიდრებელი, რასაც ვერ ხედავთ დღევანდელი ხელისუფლებიდან. ის მიზანმიმართულად ანგრევს პრაქტიკულად ყველაფერს, მათ შორის სხვა მიმართულებითაც, იგივე ოკუპაციის და ასე შემდეგ. ამას ცხადია, ბოლო უნდა დაესვა, ბოლო წერტილი უნდა დაესვას. თურქეთი არის ჩვენთვის უახლოესი მეზობელი, პარტნიორი, სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს მასთან, ძალიან მეგობრული, სავაჭრო ეკონომიკური, ალბათ ამ თემებზე იქნება საუბარი. ძეგლების აღდგენის საკითხი და ბოლო დღეების არის აქტუალური რაბათთან დაკავშირებული საკითხები და ალბათ ამაზეც შესაძლებელია იყოს კითხვები. ეს არ არის ის ფორმატი, რომ მე ელჩს კომიტეტის ხდომაზე ვესაუბრო დეტალებზე, მით უმეტეს ელჩის პასუხი იქნება ძალიან კეთილგანწყობილი. პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს ძალიან მშვიდად, წყნარად და კვალიფიციურად ითქვა, რომ ქართული კულტურის ძეგლები თურქეთში არის გადასარჩენი მისახედი და მიმდინარეობს ეს პროცესი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, კონკრეტულად რაბათი, ის უნდა იყოს ძეგლი და ის ხარვეზები, რაც ნაჩქარევი რეკონსტრუქციის დროს ექსპერტ მერაბიშვილს მოვიდა, ეხლა ნელ-ნელა გამოსწორდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი, იმიტომ რომ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეზობელი სახელმწიფოა ჩვენი, ნატოს წევრი სახელმწიფოა და ამ კუთხით ჩვენი ურთიერთობები მეტად უფრო სიღრმისეულად და უფრო მეტად გაღრმავდეს ამაში მე მგონი ყველანი თანხმდებით. დანარჩენი პრობლემურ საკითხებზე ბუნებრივია ხა უმცირესობის წარმომადგენლებსაც ექნებათ საშუალება მასთან შეხვედრის და დასვამენ იმ საკითხებზე, რომელიც თქვა აინტერესებთ, იგი მეჩეთის მშენებლობის თემა იქნება თუ სხვა კულტურული ძეგლებთან დაკავშირებული შეკითხვები. უმცირესობის და უმრავლესობის შეხვედრა თურქეთის ელჩზე ჩანიშნულია პირველ საათზე საგარეო კომიტეტზე. მე შეგახსენებთ, რომ საუბარი იქნება შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის რაბათზეც.